საიდან შემოდის საქართველოში ამდენი ჩინური პროდუქტი? ჩინეთში რამდენიმე დიდი ქალაქი არის სპეციალიზირებული საბითუმო ვაჭრობაზე. ერთ-ერთი ასეთი ქალაქია იუ, რომელსაც დღეს გაგაცნობთ. შანხაიდან არც თუ ისე შორს მდებარე ქალაქ იუს მოსახლეობა 2 მილიონიც კი არ არის. თუმცა აქ იკრიბებიან მსოფლიოს ყველა კუთხიდან იაფი პროდუქციის შესაძენად. ქალაქი იუს ისტორია 2000 წელზე მეტს ითვლის. იგი ცნობილი იყო როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი. ქალაქი მდებარეობს სტრატეგიულ ადგილას, რაც ხელს უწყობდა ვაჭრობის განვითარებას. 1982 წელს იუში გაიხსნა პირველი საბითუმო ბაზარი, რომელიც დღეს იუს საერთაშორისო ვაჭრობის ბაზრად იქცა. იუს საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ბაზარია მსოფლიოში. აქ შეხვდებით მცირე პროდუქტებს, ხელნაკეთ ნივთებს, სამკაულებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს და სხვა მრავალ პროდუქციას. ბაზარმა სწრაფად მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, ხოლო ქალაქმა მიიღო მეტსახელი მსოფლიოს საყიდლების დედაქალაქი. დღეს იუს ბაზარზე 75,000-ზე მეტი მაღაზია და 5 მილიონზე მეტი პროდუქტია წარმოდგენილი. ქალაქი ყოველწლიურად 50 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს. იუში ყოველდღიურად 200,000-ზე მეტი მომხმარებელი ჩადის. იუს პროდუქციის შეძენა, როგორც ფიზიკურად ადგილზე, ასევე ონლაინ არის შესაძლებელი. იუს ბაზარი ძალიან დიდია, ამიტომ სასურველია თუ წინასწარ მოიმზადებით, გამოიყენეთ რუკა ან ადგილობრივი გიდი, რათა სწრაფად და დროულად იპოვოთ თქვენთვის საინტერესო პროდუქტი. აქ მომუშავე ჩინელები ასე თუ ისე კარგად ფლობენ უცხო ენას, თუმცა შეიძლება თქვენ დაგჭირდეთ აგენტის ან თარჯიმნის გამოყენება. ამისთანავე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ონლაინ სათარგმნი აპლიკაციები. იუს პროდუქტის შეძენა, რა თქმა უნდა, ონლაინ პლატფორმების საშუალებითაც არის შესაძლებელი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ Alibaba, AliExpress, სადაც არაერთი იუს მომწოდებელია წარმოდგენილი. მეორე, iwu Go. აქ შეგიძლიათ შერჩეული პროდუქტის ყიდვა და გამყიდველებთან უშუალო კომუნიკაცია. რამდენიმე რჩევა ონლაინ პროდუქტის შეძენისას. პირველ რიგში დაუკავშირდით მომწოდებლებს. სთხოვეთ ფასის შეთავაზება. მოითხოვეთ ნიმუშები. ნიმუშების შეკვეთა დაგეხმარებათ ხარისხის შემოწმებაში და მოლაპარაკებების დროს არგუმენტად გამოიყენებთ. დაუკავშირდით რამდენიმე მომწოდებელს. ეს დაგეხმარებათ საუკეთესო შეთავაზების მიღებაში. გაითვალისწინეთ, რომ ნიმუშებს ზოგჯერ უფასოდ, ზოგჯერ კი საკმაოდ დაბალ ფასად აგზავნიან. როდესაც დიდი რაოდენობით ყიდულობთ პროდუქციას, ყოველთვის შეგიძლიათ მოითხოვოთ ფასდაკლებები. დაიწყეთ დაბალი ფასით. მოითხოვეთ იმაზე ნაკლები, ვიდრე გამყიდველმა შემოგთავაზათ. აჩვენეთ, რომ გაქვთ ალტერნატივები. მოლაპარაკებების წარმოებისას დარწმუნდით, რომ ფასდაკლება არ იმოქმედებს პროდუქტის ხარისხზე. დარწმუნდით, რომ გამყიდველს შეუძლია ყველა საჭირო დოკუმენტის სწორად მოწოდება. იუში ზოგჯერ მოქმედებს სეზონური ფასდაკლებები და სპეციალური შეთავაზებები, როდესაც სეზონები იცვლება. ეს საუკეთესო დროა, რათა პროდუქცია შეიძინოთ ხელმისაწვდომ ფასად. ზოგჯერ გამოფენების და ფესტივალების პარალელურად ასევე შესაძლებელია ფასზე საკმაოდ კარგი ფასდაკლების მიღება. რა განაპირობებს პროდუქტის ფასს? პირველ რიგში მისი რაოდენობა. საბითუმო ვაჭრობაში, რაც უფრო დიდი რაოდენობით ვყიდულობთ, მით უფრო დაბალი ერთეულის ფასი გამოდის. მასალა. მაგალითად, თუ ვყიდულობთ ტანსაცმელს, არის ეს ბამბა, პოლიესტერი, ბამბის და პოლიესტერის ნაზავი თუ სხვა მასალა. დიზაინი და ბრენდი. რაც უფრო მარტივია დიზაინი, მით უფრო იაფია. ასევე გავითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა მომწოდებელი სხვადასხვა ფასებს გვთავაზობს. ახლა კი მოდით ერთად გავეცნოთ იუს ფასებს. სათამაშო. 1 ცალის ფასი 70 თეთრი, მინიმალური ასაღები ერთეული 1480 ცალი. საბავშვო ფოტო-ვიდეო კამერა. 1 ცალის შესყიდვის შემთხვევაში ფასი 43 ლარი. ცალობაში შესყიდვის შემთხვევაში დრონების ფასი 30 ლარიდან იწყება და 400-500 ლარამდე ადის. თმის სამაგრები. 10 ცალის ფასი 3 და 90. 200 ცალის შემთხვევაში ფასი 31 ლარი იქნება. გამოდის, რომ ერთი თმის სამაგრის სულ რაღაც 16 თეთრი დაგიჯდებათ. თმის სამაგრების 12 ცალიანი შეკვრა 4 და 65. 1 ცალი თმის სამაგრი 29 თეთრი დაგიჯდებათ. კიკინების 140 ცალიანი შეკვრა 11 ლარი და 63 თეთრი, თითო ცალის ფასი 8 თეთრი გამოდის. მარგალიტის მძივი ლარი და 16. 100 ცალიანი ბეჭდების შეკვრა 116 ლარი. თვალის ჩრდილების საცალო გასაყიდი ფასი 2-დან 4 ლარამდე მერყეობს. თუ მჭირდება, რომ შევიძინო ქალის ბამბის მაისური, როგორ მოვიქცე, როდესაც ბიუჯეტში შეზღუდული ვარ, ასეთ დროს მე შემიძლია მოვძებნო დაბალი ხარისხის ბამბა ან
ბამბის და პოლიესტერის ნაზავი. ასეთ დროს ბამბის შემცველობა იქნება 50-დან 70%-მდე, დანარჩენი კი იქნება პოლიესტერი. ასეთი მაისურების ფასი 4 ცენტიდან 6 ცენტამდე მერყეობს. რადგან ჩვენი ბიუჯეტი შეზღუდულია, სასურველია თუ ამ მაისურებს წამოვიღებთ სხვით. ეს დაახლოებით $300 დაგვიჯდება. თუ მივამატებთ გამბაჟების თანხას, გამოვა, რომ ჩვენი ჩინეთიდან ჩამოტანილი მაისური, ერთი ცალი, დაგვიჯდება $1-დან $1.5-მდე. სათამაშოები, რობოტები, საათები, სხვადასხვა ელექტროტექნიკა, ისეთ ფასებშია, რომ ფიქრდები, კი მაგრამ რეალურად რა ჯდება მათი შექმნა? ქარხანას, მუშებს, მაღაზიას, გამყიდველებს, აქ ხომ ყველას რჩება ფული. იმედია ამ ვიდეოს დახმარებით გარკვეული სასარგებლო ინფორმაცია მიიღეთ. შემდეგ ვიდეოში ვისაუბროთ ქალაქზე, სადაც შეგვიძლია შევიძინოთ ავეჯი და სარემონტო მასალები.